ირაკლი ოქროაშვილთან ქართველი ადვოკატები ჩავლენ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ინტერესებს ბერლინის სასამართლოში კოლეგებთან ერთად ეკა ბესელიაც დაიცავს. საქართველოში გერმანიის საელჩომ კი უკვე მიიღო ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ბერლინის სასამართლომ გამოითხოვა ოქროაშვილის ექსტრადიციის საკითხი გერმანიაში 40 დღეში უნდა გადაწყდეს. ამ დროისათვის უკვე დაზუსტებულია, რომ ოქროაშვილმა დაკავებამდე პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. მისი პარტიის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ გერმანიაში თავდაცვის ყოფილ მინისტრს გაამართლებენ და პოლიტიკურ თავშესაფარსაც მისცემენ. ამ დრომდე კომენტარს არაკეთებს საქართველოს პროკურატურა, ქართული სამართალდამცველები გერმანიაში გასაგზავნ საბუთებს აწესრიგებენ. ლელა ციკლაური გვერდობა პირდაპირ ეთერში, ლელა გისმენთ. წითელი ცირკულярით ძებნილი ირაკლი ოქროაშვილი უკვე მეორედ არის დაპატიმრებული. ამჯერად ის გერმანელმა სამართალდამცავებმა დააკავეს. საქართველოს გენპროკურატურამ მისი ექსტრადიციის მოთხოვნით გერმანელ კოლეგებს უკვე მიმართა და შესაბამისი მტკიცებულებები ხვალ უნდა გადააგზავნოს. გადმოაგზავნის თუ არა გერმანელი სამართალდამცავები საქართველოში პატიმარ ირაკლი ოქროაშვილს უკვე ბერლინის სასამართლო გადაწყვეტს. მის ინტერესებს კი ამ სასამართლოში ადვოკატი ეკა ბესელია დაიცავს. ირაკლი ოქროაშვილის ინტერესებს ბერლინის სასამართლოში ადვოკატი ეკა ბესელია დაიცავს. ბერლინში ის რამდენიმე ქართველ ადვოკატთან ერთად გაემგზავრება. არ არის გამორიცხული მათ გერმანიაში ოქროაშვილის მეუღლეც გახყვეს. დაპატიმრების პერიოდში მასზე განხორციელებული ზეწოლა და პირობები, რომელშიც იგი იმყოფებოდა, ამის შემდგომ მისი ქვეყნის ტერიტორიიდან იძულებით გასვლა 1 ნოემბერს, მისი განცხადებები ასევე ტელეკომპანია იმედით გაკეთებული 5 ნოემბერს, რასაც მოყვა მის საქმე სასამართლოში დაჩქარებული წესით განხილვა და სასამართლო პროცესამდე 2 დღით ადრე დაპატიმრება. ყველა ეს განცხადება, ყველა ეს დოკუმენტი, რომელზედაც ახლა მე ვსაუბრობ, დოკუმენტალური სახით, მათ შორის ჩანაწერები, ფირები, ყველაფერი ეს მზადდება გერმანულ ენაზე და წარადგინება სასამართლოს. ეკა ბესელია და ოქროაშვილის პარტიის წევრები დღეს გერმანიის ელჩს პატრიცია ფლორს შეხვდნენ და თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი გადასცეს. ირაკლი ოქროაშვილი ამ დროისთვის ბერლინში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. გერმანიის დედაქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში ის მას შემდეგ დააკავეს, რაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქვეყნის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ირაკლი ოქროაშვილი გუშინ ბერლინში სასტუმრო არტ ჰოტელში იქნა დაკავებული. ექს-მინისტრი საქართველოს ხელისუფლების მიერ ინტერპოლის საშუალებით გავრცელებული ორდერის საფუძველზე ავიყვანეთ. ჩვენ საქართველოსგან 40 დღის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას ველოდებოდით, რის შემდეგაც ოქროაშვილის ექსტრადიციის საკითხებზე ვიმსჯელებთ. ქართულმა მხარემ გერმანელ სამართალდამცავებს ექს-მინისტრის ექსტრადიციის თხოვნით უკვე მიმართა. ოქროაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა თავის მხრივ ბერლინის პროკურატურამაც დააყენა. უკვე მეორედ დაპატიმრებულ ოქროაშვილზე მტკიცებულებებს გერმანელ კოლეგებს ქართველი სამართალდამცავებიც გადაუგზავნიან. საქმე ბერლინის სასამართლომ 40 დღის ვადაში უნდა შეისწავლოს. ოქროაშვილის საქმეზე დაინიშნება სასამართლო, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ექსტრადიციის შესახებ საბოლოო განაჩენს გამოიტანს. სასამართლო სწავლობს, ასე ვთქვათ, ექსტრადიციის მასალებს, რამდენად საფუძვლიანი არის შესაბამისი ქვეყნის მოთხოვნა და ასე შემდეგ, აძლევს და დებს თავის სამართლებრივ დასკვნას და ამ დასკვნის საფუძველზე უკვე პოლიტიკური ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას. ოქროაშვილის პარტიის მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის წევრები ბერლინის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ თავდაცვის ექს-მინისტრს გერმანელი სამართალდამცავები სასამართლოდან გაათავისუფლებენ და პოლიტიკურ თავშესაფარსაც მისცემენ. მოხდება თუ არა ირაკლი ოქროაშვილის საქართველოში ექსტრადიცია, ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები დღეს ფრაქცია მრეწველებმა და ახალმა მემარჯვენეებმაც გამოთქვეს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ის მართლაც ხარჯავდა არაკანონიერად თავდაცვის ბიუჯეტს, ცხადია უნდა იქნას შესაბამისი ზომები მიღებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიაში სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და მისი ობიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდება შემდგომი რეაგირება ოქროაშვილის მიმართ. დარწმუნებული ვართ, რომ ბატონი ირაკლი ოქროაშვილს როგორც პოლიტიკურ დევნილს მიცემენ პოლიტიკურ თავშესაფარს. მე უთხარი გერმანიის ელჩს, რომ წინამორბედ შემთხვევაში მისი სიცოცხლე ჯანმრთელობა და არა მარტო მისი, არამედ მისი ოჯახის წევრები იქნება საფრთხის ქვეშ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე არ გამორიცხავს, რომ ოქროაშვილის ექსტრადიციისთვის გადამწყვეტ მტკიცებულებად ბერლინის სასამართლოში ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის ბრალდება იქცეს. ირაკლი ოქროაშვილთან ერთად გერმანელ სამართალდამცავებს თავდაცვის სამინისტრო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი იასონ ჩიხლაძის იგივე ვოლკის ბედის გადაწყვეტაც მიუწევთ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელზეც გერმანია განსაკუთრებით ყურადღებას მიაქცევს, ეს არის ფულის გაფლანგვა.
აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლი, რამდენად ეს იქნება დასაბუთებული, აი ყველაფერი წამოვა აქეთ. გერმანელი სამართალდამცავების მიერ ექს-მინისტრის აყვანა მოულოდნელი არ ყოფილა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისთვის. ნიკა რურუას თქმით, თავდაცვის ყოფილ მინისტრზე ინტერპოლის ძებნა მას შემდეგ გამოცხადა, რაც მან გირაოს პირობები დაარღვია, საქართველოს კანონმდებლობას არ დაემორჩილა და სასამართლოში მისვლაზე უარი თქვა. საერთაშორისო ლეგალური პროცედურა, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა, იმიტომ რომ ოქრუაშვილი როგორც მოგეხსენებათ არ გამოცხადდა მის სასამართლო პროცესზე, გირაოს პირობები დაარღვია და ავტომატურად იქცა ძებნილად. ამ დროისთვის სასამართლო ოქრუაშვილის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ფულის გაფლანგვის ბრალდებებს განიხილავს. თუმცა მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ორი მუხლით აქვს წაყენებული: ქრთამის აღება და სამსახურეობრივი გულგრილობა. ოქრუაშვილის საქმეზე მტკიცებულებებს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავდაცვისა და ბრალდების მხარეები გერმანელ კოლეგებს სავარაუდოდ ხვალ გადაუგზავნიან. ბერლინის სასამართლო კი ოქრუაშვილის საქმეზე საბოლოო განაჩენს სწორედ ამ დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ გამოიტანს. ბერლინის სასამართლოს სწორედ 40 დღის ვადა აქვს იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. ელაზი კლაური საუბრობდა პირდაპირ ეთერში. პატრკაცშვილი რუსულ ვლასს გაენდო პრეზიდენტობის კანდიდატი ჟურნალისტისათვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში მისი ლიკვიდაცია იგეგმება. ბიზნესმენის მტკიცებით სცენარზე ნიკა რურუა და გივი თარგამაძე მუშაობენ გეგმის მიხედვით, მოხდება მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმის ინსცენირება, რაც შემდეგ ოლიგარქს დაბრალდება. გარყვნილი ბრალდებები ასე პასუხობენ სტატიაში პატარკაციშვილის მიერ დასახელებული პირები ბიზნესმენის ვერსიებს. უმრავლესობაში პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს წინა საარჩევნო პიარიც დაუწუნეს და საპასუხოდ ბერეზოვსკისთან ერთად 90-იან წლებში დაწერილი პროვოკაციული გეგმის განხორციელების მცდელობაშიც დაადანაშაულეს. სოფო ზურაბიანი განავრცობს თემას პირდაპირ ეთერში. სოფო, გისმენთ. ეს არის ჟურნალ ვლასში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც გახლავთ ბადრი პატრკაციშვილის ინტერვიუ და თუ მიაქცევთ ყურადღებას, ასე ქვია ამ სტატიას, მცდელობას რომ მე დამაკავშირო კრემლთან არანაირი საფუძველი არ აქვს, აცხადებს პატრკაციშვილი, თუმცა ხელისუფლება სხვაგვარად ფიქრობს. პატრკაციშვილის ბრალდებები და კონტრბრალდებები უკვე ჩვენ სიუჟეტში. ჟურნალ ვლასისთვის მიცემულ ინტერვიუში ბადრი პატრკაციშვილი ყვება იმ ინფორმაციას, რომელიც მისი მტკიცებით თბილისიდან ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. რამდენიმე დღის წინ სააკაშვილის სოფიში გაემართა შეხვედრა, რომელსაც უშიშროების საბჭოს მდივანი კახალომაია და კიდევ ორი უცნობი პირი ესწრებოდა. იქ ითქვა, რომ მოლაპარაკებები ბადრისთან დასრულებულია და იგი მოსისხლე მტრად არის გამოცხადებული. გადაწყდა, რომ იგი პოლიტიკურად უნდა გაანადგურონ. ევროპასა და რუსეთთან გაგრძელდება მოლაპარაკებები ბადრის დაკავებასთან დაკავშირებით. ასევე მუშავდება გეგმა მისი ფიზიკური ლიკვიდაციის შესახებ. ამისთვის ისინი მზად არიან გამოიყენონ თავისი კავშირები რუსეთის უშიშროებასთან და გადაიხადონ გარკვეული თანხა. მე ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ არის ბატონი პატრკაციშვილის საარჩევნო შტაბი, სადაც კომენტარებს ამ თემაზე ალბათ გააკეთებდნენ. მე პირადად არ ვფლობ, მე წავიკითხე იმავე ჟურნალში, სადაც თქვენ წაიკითხეთ და მე ფიქრობ, რომ ინფორმაცია ანგარიშგასაწევია ყველა შემთხვევაში. დადასტურდება თუ არ დადასტურდება, ასეთ ინფორმაციას ყურადღება ყველა უნდა მიაქციოს. გიორგი თარგამაძე ადასტურებს ბადრი პატრკაციშვილის ინტერვიუს ერთ ნაწილს, სადაც იმედის ჟურნალისტების ზეწოლაზეა საუბარი. იმაზე უფრო დიდი ტრაგედია, ვიდრე იმედის ეთერში არ გასვლა, არის ის, რაც ხდება იმედის ჟურნალისტებთან მიმართებაში, როდესაც ადამიანებს უნგრევენ პირად და პროფესიულ ცხოვრებას. ბადრი პატრკაციშვილის საინიციატივო ჯგუფის წევრი გოჩა ჯოჯუა დღეს პატრკაციშვილის ინტერვიუს პირველად გაეცნო. ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბარი ბადრი პატრკაციშვილთან არ ქონია, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ ეს ბრალდებები შესაძლოა საფუძვლიანი იყოს. ვერ ვიტყვი და ვერ დავადასტურებ, ვერც უარყოფ. რეალურად ქვეყანაში როცა შექმნილია მართლაც გარემო ისეთი, სადაც მე ვიტყვი, რომ არ არის გამორიცხული ტერორისტული აქტები, და თუნდაც ამ დეპუტატზე თავდასხმა, რომელიც მოხდა მერაბ ხურციძეს გულისხმობ, ეს გვაძლევს იმის საფუძვლებს, რომ ვიფიქროთ, რომ ალბათ რაღაც გარკვეული ესეთი გეგმები არსებობს და ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს. პატრკაციშვილი რამდენიმე სცენარზე საუბრობს. ამბობს, რომ შესაძლოა თბილისში რომელიმე მაღალჩინოსანი მოკლან და მას დააბრალონ. ერთ-ერთი სცენარის ავტორად თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს და მის მოადგილეს ნიკა რურუას ასახელებს. მეორე ინფორმაციით ბატონ თარგამაძეს და მის მოადგილეს რურუას აქვთ სპეციალური გეგმა იმ სიტუაციისთვის, როცა წინა საარჩევნო კამპანია მათ წინააღმდეგ მოტრიალდება. ამ შემთხვევაში ისინი შეეცდებიან სააკაშვილზე თავდასხმის ინსცენირებას, რომლის შედეგადაც ორივე მხრიდან რამდენიმე ადამიანი დაიღუპება. პროვოკატორები იქნებიან ჩრდილოეთ კავკასიიდან, ძირითადად ჩეჩნები. ტელევიზიით აჩვენებენ დაჭრილებს და ეტყვია, რომ ისინი ბადრის დაკვეთით მოქმედებდნენ. ესეთი ბინძური ყოლად გადაგვარებული ტვინის პატრონი არის ეს ადამიანი, სიცრუის მანქანის ავტორი.
მას არის საქართველოში არ გამოვა. ვარდების რევოლუციის მერე ქვეყანაში გატაცებები, პანკისში გამოსასყიდი წაყვანა ადამიანების შეკვეთილი მკვლელობები, ყველა ამგვარი სიბინძურე დამთავრდა და ეს არის ადამიანი, ვინც გვთავაზობს იგივე სცენარს, რომელიც მან და მისმა ბიზნეს პარტნიორმა ბერეზოვსკიმ რითიც იშოვეს მოსკოვში ფული. საქართველოში არ გამოვა. ერთადერთი თუ არ მეშლება შეკვეთილი მკვლელობა იყო კახიასათიანის მკვლელობა, რომელიც როგორც ამბობენ, უკავშირდება პატარ-კაციშვილის აბსოლუტურად შაუბნელ ფიგურას, მაგრამ საქართველო კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, არის ღია, განათებული ქვეყანა, სადაც ასეთი ჯოჯოხეთის მასშტაბები ვეღარ გაანათლება. მე ვფიქრობ, საზოგადოოდ ის, რომ პატარ-კაციშვილი რა ფორმით წარმოაჩენს თავის ავადმყოფურ ხედვებს საქართველოზე, არ ცვლის იმ სიტუაციას, რომ ეს არის ერთი ჩვეულებრივი ვიგინდა რა და მე ვფიქრობ, აი ამ ყველა მის განცხადებების ფონზე საზოგადოება უნებრივია კიდევ ერთხელ დაფიქრდება იმაზე, თუ რაოდენ თავხედურია მისი ოცნება საქართველოს პრეზიდენტობაზე. ბრალდებების ერთ-ერთი ადრესატი გივი თარგამაძე ამბობს, რომ ეს ბრალდებები არა პატარ-კაციშვილის, არამედ რუსი ჩეკისტის დაწერილია და გუშინ გავრცელებულ ბერეზოვსკის სატელეფონო ჩანაწერს იხსენებს, სადაც ქართული სცენარის უკრაინაში განმეორებაზეა საუბარი. იქაც იყო ზუსტად იგივე სცენარებზე ლაპარაკი ტელევიზიის მოპოვებაზე, გაზეთების, მედია საშუალებების იმისაც, რომ გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ მოვლენებზე უკრაინაში. ხა ვინ მოინდომა რომ მართოს ეს ორი ქვეყანა, უკრაინა და საქართველო. ვიღაც ადამიანებმა, რომლებმაც თავის დროზე ისარგებლეს რუსეთის პრეზიდენტის სისუსტით და ქუჩიდან გადაინაცვლეს უმაღლეს ხელისუფლებაში. შეუძლებელია, რომ მათ დაარწმუნონ საზოგადოება ან ქართული, ან უკრაინული იმაში, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა მოუტანს რაიმე სიკეთეს ამ ორ ქვეყანას. უნებრივია პატარ-კაციშვილის ინტერვიუზე და ბრალდებებზე ჩვენ აზრი ვკითხეთ სხვა პოლიტიკურ ძალებს და ფიგურებს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს კომენტარები. მე არ მაქვს არანაირი კონსულტაციები და შეხვედრები სამწუხაროდ ბატონ ბადრისთან, ის აქ არ არის და ამიტომ ფიზიკურად ვერ დავეკონტაქტები. სატელეფონო საუბრის სურვილიც არ მაქვს, იმიტომ რომ იქ ვანოს დიდი ყურია მოდებული და ახლა არ მინდა გავანერულო ზედმეტად. ამდენად ვერ გეტყვით მის განცხადებებზე ვერაფერს. მას შეიძლება კონდეს სრული ინფორმაცია, შეიძლება არ კონდეს ინფორმაცია, ან დეზინფორმაცია კონდეს, ან სწორი იყოს, ან არასწორი იყოს, მე ვერაფერს ვერ გეტყვით. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია და პირადი შტაბ-ეშტილებები რაც რჩება ხელისუფლების პირველ პირებთან, რაც კონდა არა მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ ხევთან საუბრის შედეგად ისინი თავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევენ ბადრი პატარ-კაციშვილს. ამიტომ ეს მხედრიონული ანგარიშსწორება ბადრი პატარ-კაციშვილის მისამართით ნამდვილად მოსალოდნელია. მე ამას შევაფასებ როგორც წინა საარჩევნო ტრიუკებს. მე ასე მგონია. იმიტომ რომ რაღაცით რომ ჯერთი მიიზიდოს ყურადღება თავის მიმართ, ეს ერთი. და მეორე კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, გაამართლოს ის ფრაზა, რომ თქვენ გახსოვთ მისი მიმართვა, რომ ეს იყო რომ დღეს არის ფაშისტური ხელისუფლება. მე ინფორმაცია არ გამაჩნია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ხელისუფლებისგან არაფერი არ არის გამორიცხული, ხოლო დანარჩენი უნდა გითხოთ ალბათ თავად უშიშროების საბჭოს ახლად დანიშნულ მდივანს ბატონ ლომაიას. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს ახლად დანიშნულ მდივანს კახა ლომაიას, ჩვენ მან აზრი ამის თაობაზე ვკითხეთ, თუმცა ამ ბრალდებებზე პასუხის გაცემა მან არ მოისურვა. სოფო ზურაბიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ყველაზე რადიკალური ოპოზიციური ლიდერი თავისუფალია 5 დღიანი პატიმრობის შემდეგ გარი კასპაროვმა საკანი დატოვა. კასპაროვის გათავისუფლების მოთხოვნით დღის განმავლობაში მოსკოვში რამდენიმე მიტინგი იგეგმებოდა, თუმცა შეკრება მხოლოდ 40 ადამიანმა მოახერხა, ისიც 2 საათით. პოლიცია ოპოზიციის მხარდამჭერებს მიტინგის დარბევით დაემუქრა. ხმების მოსაპოვებლად რუს პოლიტიკოსებს ერთი დღე რჩებათ. ხვალ ღამის 12 საათზე ქვეყნის მასშტაბით აგიტაცია შეწყდება. მოსახლეობას საკუთარი არჩევანის გაკეთება 2 დეკემბერს მოუწევს. როგორ იყენებენ წინა საარჩევნო კამპანიის ბოლო წუთებს მოსკოვიდან პირდაპირ ეთერში ნოდარ მელაძე გვერდთობა. ნოდარ, გისმენთ? ალბათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური წინა საარჩევნო კამპანია, რომელსაც თავად რუსი პოლიტიკოსები მიმართავენ. დღეს მაგალითად საარჩევნო კამპანიის დროს ვლადიმერ ჟირინოვსკი საკუთარ ამომრჩეველს ეუბნებოდა, რომ ისინი არიან იდიოტები, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ხნის განმავლობაში არ აქტიურობდნენ საარჩევნო უბნებთან. შედარებით ლოიალურები არიან ამ შემთხვევაში მაგალითად ბორის ნემცოვის წარმომადგენლები. თავად ნემცოვი საუბრობდა საკუთარ ამომრჩევლებზე მოწიწებით და ის საუბრობდა თავად აქცენტს აკეთებდა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. უფრო რადიკალურები არიან ამ შემთხვევაში ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გაერთიანებულები არიან კასპაროვის
გარშემო და არიან ნემცოვის პოლიტიკური სატელიტები. ისინი საუბრობენ, რომ აუცილებელია ორში საარჩევნო უბანთან მისვლა და საკუთარი არჩევანის გაკეთება, იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში არ უნდა დაიკარგოს საკუთარი ხმა. ამ შემთხვევაში არჩევნების გაყალბებაზე ყველაზე მეტად ოპოზიცია საუბრობს და ერთ-ერთი აქტიური მეთოდი, რომელიც არის არჩევნების გაყალბება, ეს არის სპეციალური ბარათები. სწორედ ბარათები, რომელიც რიგდება საარჩევნო უბნებზე, ამ შემთხვევაში ამა თუ იმ ადამიანს, რომელიც კონკრეტულ მისამართზე არის ჩაწერილი, თუმცა ვერ ახერხებს, რომ ორში ხმა მისცეს ამ მისამართზე, მას ეძლევა სპეციალური ბარათი და უფლება, რომ სხვა საარჩევნო უბანზე მისცეს ხმა. სწორედ აქედან გამომდინარე შედგა გარკვეულწილად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აი ამ ბარათების საშუალებით ხდება აი ამ ბარათების გაყიდვა, ეს ბარათი დაახლოებით $15 ღირს, აი ამ ბარათის საშუალებით ხდება რეალიზაცია ამ ბარათის და ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე საარჩევნო უბანზე უკვე ამ ბარათის საშუალებით აძლევს ხმას. ალბათ ყველაზე ორიგინალური საარჩევნო კამპანია ორიგინალური იქნება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. ეს არის საარჩევნო ბიულეტენი, რომელიც ორი რიცხვში აბსოლუტურად ყველა ამომრჩევლს დაურიგდება. აი ეს საარჩევნო ბიულეტენის გარშემო სპეციალურ გრაფაში უნდა გააკეთოს ხალხმა არჩევანი, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო ორიგინალური გადაწყვეტილება. ამომრჩევლს, რომელიც მივა საარჩევნო უბანზე, შეუძლია აი სმაილის ფორმით გამოხატოს საკუთარი არჩევანი პოლიტიკური პარტიის გარშემო, ან შესაძლებელია მოწყენილი სახით გამოხატოს არჩევანი. იმის მიუხედავად ეს იქნება სახე მოწყენილი თუ მხიარული, ამას მნიშვნელობა არ ექნება ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის გრაფის გარშემო გაკეთებული ნებისმიერი აღნიშვნა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მხარი დაუჭირეთ ამ პოლიტიკურ პარტიას. ცნობილი გროსმაისტერი 5 დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. საკუთარი სახლის კართან გარი კასპაროვს მეუღლე და უამრავი მხარდამჭერი ვარდებით და სურათებით ხელში ელოდა. თავდაპირველად ისინი შეკრებას იზოლატორთან გეგმავდნენ, თუმცა ხელისუფლებამ ულტიმატუმი წამოაყენა. იმ შემთხვევაში თუ პეტროვსკის 38-თან კასპაროვის მხარდამჭერები გამოჩნდებოდნენ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კვლავ პატიმრობაში დარჩებოდა. Гарри Каспаровმა პირველი პოლიტიკური განცხადება საკუთარ სახლთან გააკეთა. Я думаю, что власть последовательно пытается запугать. И то, как освещалось это вот дело, то есть то, что они пустили журналистов в суд, они показывают, что им плевать на Конституцию, потому что нарушено было несколько просто положений Конституции, на российские законы, на здравый смысл, потому что дело было состряпано так безобразно. Каспаров гордость России. А Путин – беда России. Сослал его в застенки в свои путинские. И нас ждет то же самое, если мы не демонтируем этот преступный режим. Путин должен, он никуда не уйдет. Он никуда не уйдет. Он не зря вот организовал такой ажиотаж, чтобы остаться, потому что он не может уйти. Путину надо уйти, Ходорковского освободить, а Путина в Чечню туда вместо Ходорковского. Гарри Каспаровის გათავისუფლებამდე დღეს მოსკოვში ერთდროულად რამდენიმე აქცია იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ერთი შედგა მოსკოვის ბულვარში. ოპოზიციას აქციის ჩასატარებლად ქალაქის ცენტრში დღეს მხოლოდ 2 საათიანი ვადა მისცეს. საპროტესტო მიტინგი მცირე მხარდამჭერებისა და დიდი რაოდენობით სამართალდამცველების ფონზე მიმდინარეობდა. მოთხოვნები უცვლელია, შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები. აქცია დღის პირველ საათზე მას შემდეგ დაიშალა, რაც მომიტინგეებთან სპეცრაზმი გამოჩნდა და მიმდებარე ტერიტორიის ბარიკადებისაგან გაწმენდა დაიწყო. გუშინდელი დარბევის შემდეგ დღეს აქციაზე გაცილებით ნაკლები ადამიანი მივიდა. სპეცრაზმის დანახვის შემდეგ მოსკოვის ბულვარი მათ საკუთარი ნებით დატოვეს. Свободу политзаключенных! Вот какова свобода политзаключенных? Что вы требуете на это? Мы требуем свободу Каспарову. Требуем, чтобы у нас была демократия и была свобода. Чтобы каждая личность, каждый человек мог высказывать свое мнение, не боясь власти. Все, что накануне выборов происходит, это скандальная, позорная вещь. Вот. И то, что будет серьезное нарушение на выборах, у меня не вызывает никаких сомнений. დღევანდელ აქციაზე თავად კასპაროვის პოლიტიკური მხარდამჭერები არ გამოჩენილან. ბორის ნემცოვი მთელი დღის მანძილზე ინფორმაციის გავრცელებას და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას მედიის საშუალებით ცდილობდა, თუმცა საეთერო დრო მას მხოლოდ ერთადერთმა დამოუკიდებელმა რადიოსადგურმა დაუთმო. ეხო მოსკოვში ბორის ნემცოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება მოსახლეობაზე წინა საარჩევნოდ ზეწოლას ახდენს. Они на дверях пишут там гроб и крест наших агитаторов. Они ночью звонят. Такая власть у нас доблестная. Звонят ночью в 3 часа и говорят, будете за СПС голосовать или нет. Потом в 3:30 звонят. Так вы решили за СПС голосовать? Вот смеяться, мне звонили. Да, вам звонили? И потом контрольный выстрел в 4 часа звонили. 3 звонка они делают. На днях в Каннах был всемирный конкурс одеколонов. Вы знаете, Франция – столица парфюмерии всего мира. В номинации «Персональный одеколон» занял 1-е место в масштабах всей планеты. Запах Givenchy, лидер Запада сегодня. Вот, я не просил, сами, я не впускал, все делают другие. Почему? Имя, от которого дрожит вся планета.
Никакой бы НАТО бы не было ни в Чехии, ни в Польше. შედარებით მშვიდ ვითარებაში განაგრძობს საკუთარ საარჩევნო კამპანიას პროპუტინისებურად წოდებული ოპოზიცია. სკანდალური გამოსვლებით ცნობილმა ჟირინოვსკიმ საკუთარ სტილს არც ამჯერად უღალატა და წინა საარჩევნო აგიტაცია პროპაგანდა ფსიქიატრების თანხლებით გამართა. მათ შორის ერთი ქართველი ფსიქიატრიც იყო. ჟირინოვსკიმ ექიმებს განუცხადა, რომ დროა ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმებაზე იზრუნოს. Я не знаю, какие шансы, я к политике имею мало отношений. Так что, к сожалению, ничего не могу сказать. Мы единственные созданы снизу, из недр, понимаете, это естественный плод российского общества. Российское общество хочет, чтобы было так, как предлагает ЛДПР. ფსიქიატრებთან შეხვედრის შემდეგ ჟირინოვსკი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მივიდა ოპოზიციის ლიდერებს ამომრჩევლის გულის მოსაგებად მხოლოდ ერთი დღე დარჩათ. შაბათს ყოველგვარი წინა საარჩევნო კამპანია უნდა შეწყდეს. დღეს CSKOM პირველი გაფართოებული სხდომას გამართა რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის მზად არის, ოპოზიცია კი არჩევნების შედეგების ტოტალურ გაყალბებაზე უკვე წინასწარ საუბრობს. სწორედ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს გამართული საგანგებო სხდომის შემდეგ ჩვენ ჟურნალისტებს მოგცეს სპეციალური ინსტრუქცია, ეს არის ინსტრუქცია, რომლის საშუალებითაც ჩვენ უკვე ვიმუშავებთ 2 დეკემბერს არჩევნების მიმდინარეობის დროს. ამ დროისათვის ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ღამის 12 საათის შემდეგ დაიწყება პირველადი მონაცემების გამოქვეყნება 3 დეკემბრის დილიდან იქნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საგანგებო რეჟიმი. თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მთელი რუსეთის ფედერაციიდან მოსკოვში მოიყრეს თავს მონაცემები და ეს ყველაფერი მოხდება ვიდეო კონფერენციის საშუალებით. თავად ჟურნალისტების მუშაობა, რომლებიც გააშუქებენ ამ არჩევნებს ბუნებრივია გულისხმობს რუსულ მედიას, არის საკმაოდ შეზღუდული. რამდენიმე დამოუკიდებელი გაზეთის, ერთი რადიოსადგურისა და ტელეკომპანია რენწივის გარდა, პრინციპში აქ საუბრობენ, რომ ყველაფერი მოქცეულია ხელისუფლების ქვეშ გუშინ საპროტესტო აქციაზე გაზეთ კომერსანტისა და რადიო ეხო მოსკოვის კორესპონდენტებიც დააკავეს. დღეს ჟურნალისტები საუბრობენ, რომ წნეხი, რომელიც არსებობს მათ წინააღმდეგ, ეს პრაქტიკულად ხორციელდება პირდაპირ ამ შემთხვევაში ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო არხებიდან და ხორციელდება არაპირდაპირი საშუალებით, რადგანაც ერთადერთ დამოუკიდებელ რადიოსადგურში ამ შემთხვევაში ეხო მოსკოვის ეთერში თავად უმრავლესობის წევრები უარს ამბობენ მონაწილეობა მიიღონ ყველა სახის დებატებში. Представители лидера одной партии не приходят в эфир и не участвуют в дебатах. И мы в этом смысле чувствуем себя неполноценными, что партия «Единая Россия» уклоняется от дебатов, когда у нас тут все 14 партий или 13 теперь партий, которые были зарегистрированы. Вот это сложно. Сложно добывать информацию, сложно брать интервью у «Единой России». რუსეთის ფედერაციაში არჩევნების დროს განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები იქნება შემოღებული. თველი ქვეყნის მასშტაბით 450,000 სამართალდამცველი დაიცავს საარჩევნო პერიოდის მიმდინარეობის დროს მოქალაქეებისა და თავად საარჩევნო კომისიის წევრების უსაფრთხოებას. 3500-მდე მოძრავი ეკიპაჟი იქნება მობილიზებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამ ეკიპაჟების მთავარი დავალება იქნება საარჩევნო ურნებისა და ბიულეტენების გადატანას ჯერ საოლქო მოგვიანებით კი უკვე რამდენიმე დღის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 648 საჩივარია შემოსული. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 600 გამოაცხადა კანონდარღვევა და კონკრეტულად დაიწყო მოკვლევები ამ საქმეებთან დაკავშირებით. და ერთადერთი პრობლემა, რაც დღეს საუბრობდნენ თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, ძირითადად იქნება რუსეთის ფედერაციის მიკარგულ რეგიონებში, სადაც საკმაოდ რთულია არჩევნების ჩატარება. სწორედ ამის გამო იქ მიმდინარეობს ვადამდელი არჩევნები, ან მოსახლეობა ხმას აძლევს 2 დეკემბრამდე ადრე და სწორედ ამის გამო თუნდაც დღეს ჩუკოტკის წარმომადგენელი ვიდეო კონფერენციის დროს საუბრობდა იმის შესახებ, რომ ერთი ხმის მოპოვება, ანუ ერთი ადამიანისათვის ხმის მიცემის უფლების ქონა და ანუ ჩასვლა რეგიონში და იქ ადგილზე ბიულეტენებისა და საარჩევნო ურნების ჩატანა რუსეთის ფედერაციას 400 ამერიკული დოლარი უჯდება. თემაზე არჩევნები რუსეთში, ნოდარ მელძე საუბრობდა მოსკოვიდან პირდაპირ ეთერში. სერგეი ლავროვი და გელა ბეჟუაშვილი კი ერთმანეთს ხვალ მადრიდში შეხვდებიან. ესპანეთში მიმდინარე ოდოს მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილი ორმხრივის შეხვედრა დელეგატების დიდ ინტერესს იწვევს. წინასწარი ინფორმაციით ბეჟუაშვილი ლავროვს პირველ რიგში პასუხს იმ საარჩევნო ყუდებისათვის მოსთხოვს, რომელიც კონფლიქტურ რეგიონებში ქართული მხარის ნებართვის გარეშე დაიდგა. დღეს კი ეუთოს მინისტერიალზე მთავარი თემა მაინც 7 ნოემბერს საქართველოში განვითარებული მოვლენები იყო. ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობის შეჩერების გამო საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპელი და ამერიკელი დიპლომატებისაგან საკმაოდ მწვავე კრიტიკა მოისმინა. ეს არის უპატიებელი შეცდომა, აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე დენიელ ფრიდი. ზერა მადრიდიდან.
EUTOS მინისტერიალზე პირველი პირისპირ შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გამართა. საუბრის კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა სავარაუდოდ გელა ბეჟუაშვილს ამერიკელი კოლეგებისგან ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობის შეწყვეტის გამო მწვავე კრიტიკის მოსმენა მოუხდა. ტელეკომპანია იმედი უნდა ამუშავდეს წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულობა ეჭქვეშ დადგეს, ამბობენ ამერიკელი დიპლომატები. საქართველო არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც ადასტურებს, რომ ის დემოკრატიისკენ მიდის, თუმცა ტელეკომპანია იმედზე განხორციელებული პოლიციური რეიდი უპატიებელი შეცდომაა. აქ საუბარი არ არის მედიის პროფესიონალიზმზე. ეს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაა. ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობა უნდა აღდგეს. საპრეზიდენტო არჩევნების წინ მედიის დამოუკიდებლობა და თავისუფლება დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია. საპრეზიდენტო არჩევნები უნდა წარიმართოს თავისუფლად და დამოუკიდებლად. ამისთვის ხალხს თავისუფლების შეგრძნება უნდა კონდეს. ამის აუცილებელი წინაპირობა კი ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობის აღდგენა იქნება. პრობლემა, რომლის გამოც იმედი დაიხურა, შესაძლებელია ნებისმიერი ქართული არხის პრობლემაც იყოს. ამიტომ საჭიროა ეთიკის კოდექსის სამუშაოება და ამაში საქართველოს ჩვენც დავეხმარებით. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების გარდა გელა ბეჟუაშვილი დახურულ ტელეკომპანიაზე ევროპელ კოლეგებსაც ესაუბრა. საფრანგეთის, ესტონეთისა და ბელგიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების მოსაზრებები ამერიკულს ემთხვევა. დღეს ვისაუბრეთ საქართველოში შექმნილ პრობლემებზე. მათ შესახებ თქვენ ჩვენზე უკეთ მოგეხსენებათ. ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ეს კი თქვენი პრობლემების მოგვარებას უზრუნველყოფს. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედს, იქ არის იცით თქვენ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აღძრულია, იქ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მე იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი გადაწყდება, მაგრამ გადაწყდება არა ისე, როგორც უნდათ იმ აგრესიულ ძალებს, რომლებმაც შექმნეს ეს სიტუაცია რთული, არამედ კომპრომისი, რომელიც უნდა მოიძებნოს და ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი დესტაბილიზატორი ფაქტორი, რომელიც შეიძლება ამ კომპანიამ და ამ ტელეკომპანიამ შექმნას. თუმცა მე მიმაჩნია, რომ ჩვენ რასაკვირველია უნდა უზრუნველყოთ, რომ ყველა მედია საშუალება საქართველოში იყოს თავისუფალი. მადრიდის მინისტერიალის კიდევ ერთი აქტუალური საკითხი საქართველო-რუსეთის ურთიერთობა იყო. ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები დარწმუნებულები არიან, რომ თბილისი მოსკოვთან გართულებული ურთიერთობების მოგვარებას შეძლებს. საქართველო ჩრდილოელ მეზობელს ვერ შეცვლის. ურთიერთობის მოგვარება ორივე ქვეყნის ინტერესში შედის. იმედი გვაქვს, რომ თქვენ ამ პრობლემის გადაწყვეტას შეძლებთ და საქართველო და რუსეთი კეთილმეზობლურ ურთიერთობას აღადგენს. ეს კონფლიქტების მოგვარებასაც შეუწყობს ხელს, რაშიც ამერიკაც დაინტერესებულია. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გაცემა რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევს. ასევე არადემოკრატიულია რუსეთის მხრიდან ამ რეგიონში არჩევნების ჩატარებაც. ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე დიალოგები მადრიდში ხვალაც გაგრძელდება. ესპანეთის დედაქალაქში მიმდინარე მინისტერიალზე შეკრებილი დელეგატები განსაკუთრებული ინტერესით გელა ბეჟუაშვილისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას ელიან. წინასწარი ინფორმაციით, მოლაპარაკებაზე ორივე მხარე კატეგორიული იქნება. მარტივი კითხვები მაქვს ძალიან, როდემდე ვიქნებით ჩვენ ესე ასე ვთქვათ იზოლაციაში მოქცეულები, დრო ხო არ მოვიდა იმისათვის რომ აღდგეს ასე ვთქვათ მიმოსვლა, გაიხსნა საზღვარი და ვეცადოთ რომ ორმა მეზობელმა მეზობლურად გადავწყვიტოთ ყველა ის საჭიროებო საკითხი რომელიც ჩვენ გვაქვს. ანუ საფუძველ სალაპარაკო ბევრი გვაქვს, სერიოზული საუბარი იქნება და მე იმედი მაქვს რომ ამ საუბრიდან რაღაცა მაინც შედეგს ჩვენ დავინახავთ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით და ევროკავშირის ეგიდით პოლონეთის მედია ომბუდსმენმა ადამ მიხნიკმა თბილისში დღეს შეხვედრები დაიწყო. ყოფილი დისიდენტი ადამ მიხნიკი გაზეთ ვიბორჩას რედაქტორია მედიის თავისუფლების მეთვალყურედ ჩამოსულ ომბუდსმენს საინფორმაციო საშუალებების თავისუფლების ხარისხის შემოწმება ევალება. მიხნიკი უკვე შეხვდა ერთიანი ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებს დავით უსუფაშვილს და კახა კუკავას ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მედია ომბუდსმენი კარგად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. მიხნიკი ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც გეგმავს შეხვედრას. Здесь я приехал из инициативы Евросоюза, но по приглашению вашего бывшего президента Саакашвили, потому что мы в Европе думаем, и нас это беспокоит, что в Грузии очень кризисная, сложная
სიტუაცია. შეხვედრის მთავარი თემაა საქართველოში მედია თავისუფლების მიღწევა, რაც გულისხმობს ერთი მხრივ ტელეკომპანია იმედის დაუყოვნებლივ აღდგენას და გასვლას ეთერში და სხვა ტელეკომპანიებზე სახელმწიფო წნეხის მოხსნას. ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ პოლონელი ომბუდსმენი ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტებსაც ესაუბრა მედია ომბუდსმენს ტელეკომპანიის დახურვისა და შემდგომში განვითარებული მოვლენები გააცნეს. შეხვედრა ტელეკამერებისათვის დახურული იყო. ადამ მიხნიკი შეხვედრის დეტალებს ხოლ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმაურებს. წინასწარი ინფორმაციით მიხნიკი მედია საბჭოს გააქტიურების ინიციატივით გამოვა. საბჭოს მიერ გამოყენებულ 12 რეკომენდაციას ტელეკომპანიამზე უკვე შეუერთდა. შედეგიანი ანუ შეიძლება და ყოფილიყო თუ არ ყოფილიყო შეხვედრა ჯერჯერობით უცნობია, იმიტომ რომ როგორც ვიცით ბატონ მიხნიკს აქვს დაგეგმილი ასევე შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ის არის ასე ვთქვათ ერთ-ერთი შუამავალი და ადამიანი, რომელიც გვეხმარება დიალოგის წარმოებაში ხელისუფლებასთან. ანუ აქ იყო საუბარი ჩვენ რა პრეტენზიები გვაქვს ხელისუფლებასთან, ხელისუფლებას რა პრეტენზიები შეიძლება ქონდეს ჩვენთან. რა თქმა უნდა, ყველა შევთანხმდით, რომ კატეგორიულობის ტონი ორივე მხრიდან ამ შემთხვევაში არაფრის მომტანი იქნება. პრეზიდენტობის 19 კანდიდატიდან ამომრჩევლისათვის უცნობი 6 სახე წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. თამაზ ბიბილური დღეს 50,000 მხარდამჭერის ხელმოწერის შეგროვებას მეტროსადგურ თავისუფლებასთან ცდილობდა. შარვალ ცერცვაძეს კი ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომლებთან საარჩევნო პროგრამის წარდგენის საშუალება არ მიეცა. მეტროსადგურებში, სასტუმროებსა და სკოლებში ვიზიტის შემდეგ მხარდაჭერთა ნაკლებობით იმედგაცრუებული არჩილ იოსელიანი კი არ გამორიცხავს, რომ საკუთარი კანდიდატურა მოხსნეს. ლევან ქიძინიძე ამ დროისათვის გერმანიაში იმყოფება. პრეზიდენტობის კიდევ 2 კანდიდატი საბუთებში მითითებულ ნომერზე არ პასუხობს. უცნობი სახეების წინასაარჩევნო კამპანიის დეტალებს დღეს გოდერძი შარეში არღვევდა. პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ცერცვაძე სასტუმრო მერიოტის ადმინისტრაციასთან საკუთარი პროგრამის წარსადგენად ემზადება. პრეზიდენტობის კანდიდატი დიპლომატით სამაუცილებელ ნივთს ატარებს, ჩვეულებრივ ტელეფონს, რომლითაც საქმეებს აგვარებს, ხმისჩამწერ დიქტაფონს და მობილურს, რომლითაც შეხვედრების სამსახურ სურათებს იღებს. პრეზიდენტობის კანდიდატს მზერასთან ინტერვიუს დროს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან უდეკავენ. ეს შეცდომები თქვენ არ უნდა გაბუქპაროდათ და დღეს თუ ეს შეცდომა გაგებარათ, თქვენ ვიმეორებთ 100,000 ხელმოწერასაც ვეღარ დაითვლით, რომელსაც მე წარმოვადგენ 2 დღეში. პროფესიით ისტორიკოსი დროებით უმუშევარია, მაგრამ ამ საერთო პრობლემას გაპრეზიდენტების შემთხვევაში მოხსნის. პრეზიდენტობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ მისი კონკურენტი გია მაისაშვილია. შალვა ცერცვაძეს სასტუმრო მერიოტის ადმინისტრაციიდან პასუხი მოუვიდა, რომ დღეს მასთან შეხვედრა ვერ გაიმართება. მარიონეტი არ არის ეს. სასტუმრო თავისუფლების მოედანზე, რომელიც მარიონეტის ხელმძღვანელობასთან მინდოდა შეხვედრა, რამდენჯერმე დაურეკე, რამდენჯერმე ვთხოვე, რომ შემხედროდა და უფლება მომეცა მის თანამშრომლებთან საუბარი ჩამეტარებინა, წინასაარჩევნო პროგრამა გამეცნო, რადგანაც ყველა პრეზიდენტობის კანდიდატი ვალდებულია და მე მგონი ხელმძღვანელობა, დღევანდელი ხელმძღვანელობა ვალდებულია შეუწყოს ხელი და შეეხვედროს თავის თანამშრომლებს. არჩილ იოსელიანი 92-95 წლების მოწვევის დეპუტატი იყო. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, მას ამ არჩევნებში კონკურენტი არ ყავს. პროფესიით მათემატიკოსი და მხატვარი არ გამორიცხავს, რომ საკუთარი კანდიდატურა მოხსნას ოღონდ, ჯერ არ ამბობს, რატომ და ვის სასარგებლოდ. პრეზიდენტობა როგორც ასეთ სულაც არ მინდა. ეს ალბათ გასაკვირია, მაშინ რატო იხდით ხენს? ასეთი კითხვა შეიძლება დაესვა. მე ამას გარკვეული დროის მერე ალბათ გავაცხადებ. და ნუ რა ის გავუკრიტებ, რომ ეს სულადა ეს ნაბიჯი გავაკეთე. ეს მე მგონი ამას თავისი ლოგიკური როგორც ახსნა ექნება, ასევე დასასრულიც. წინასწარ ამბობ? არ ვამბობ წინასწარ. თამაზ ბიბილურის საჭირო 50,000 ხმას როგორც თვითონ ამბობს ქუჩაში ეძებს. საარჩევნო შტაბი და ოფისი არა აქვს. პროფესიით ჟურნალისტი და რეჟისორი ამ დრომდე 9 აპრილის საზოგადოებას ხელმძღვანელობს. პრეზიდენტობის კანდიდატი კონკურენტებად ბადრი პატარკაციშვილს, ლევან გაჩეჩილაძეს, დავით გამყრელიძეს და მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევს. ლუჩანო პავაროტის დიდი თაყვანისმცემელი ამბობს, რომ მას ხალხი მხარს აუცილებლად დაუჭერს. წინა არჩევნებში არ მონაწილეობდი არჩევნებში შეგნებულად პროტესტის ნიშნად, მაგრამ ეხლა გადავწყვეტეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვთქვათ სიმართლე და არა ნახევარი სიმართლე, რომელსაც ზოგიერთი კანდიდატი და ამ ბოლო დროს ზოგიერთი ლიდერი იძახის, მოსახლეობას უთხრათ ის, რაც არის აუცილებელი და რაც უნდა იცოდეს მოსახლეობამ. პრეზიდენტობის 19 კანდიდატიდან 6-ია უცნობი სახე და აქედან დღეს მხოლოდ 3-ის ჩაწერა ხერხდება. ლევან ქიძინიძე გერმანიაში იმყოფება და ოჯახი მის გარეშე გადაღებას არ თანხმდება.
შალვა კუპრაშვილის და ფაზილ ალიევის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მითითებული მობილური ტელეფონები მთელი დღის განმავლობაში პასუხობდა, რომ აბონენტი მომსახურების ზონიდან გავიდა. იმიტომ რომ მე სხვა ორგანიზაციებშიც მაქვს შეხვედრა და იმ დათქმულ დროს უნდა მივიდე, იმიტომ რომ ხალხი მელოდება. უცნობის სახეებისაგან განსხვავებით პრეზიდენტობის ნაცნობი კანდიდატები დღეს განსაკუთრებით აქტიურობდნენ ორი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია და რამდენიმე შეხვედრა. შალვა ნათელაშვილი ვახტანგ გორგასლის გვერდით ამორჩეულ საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმებას, ცხოვრების დონის ამაღლებას და ლიბერალურ საგადასახადო სისტემას დაჰპირდა. სიმართლე ყველგან და ყოველთვის ასეთია. ირინა სარიშვილის საპრეზიდენტო პროგრამის დევიზი ხელოვნებს შეხვდა გია მაისაშვილი, ბეჭდვით მედიასთან აქტიურ თანამშრომლობის პირობა დადო დავით გამყრელიძემ, ლევან გაჩეჩილაძემ კი დღეს ვაკის ამომრჩევლებთან ერთად გაატარა. საპრეზიდენტო კანდიდატები არჩევნებამდე 38 დღით ადრე თამთა სანიკიძის რეპორტაჟი. მე მეშინი არ გამიცივდეთ, თორემ მე თო მთელი ვარ არ გავცივდები. საარჩევნო კამპანია დღეს პირველმა შალვა ნათელაშვილმა დაიწყო. სამოქმედო პროგრამის გასახმოვანებლად პრეზიდენტობის კანდიდატმა სიმბოლურად მეტეხის ეკლესიაში არჩია და ძველი თბილისიდან მოსახლეობას საპრეზიდენტო ინსტიტუტის გაუქმებას დაპირდა. ენა მამული სარწმუნება წინა პლანზე გამოტანილი, საბავშვო ბაღიდან დაწყებული სკოლით გაგრძელებული უნივერსიტეტი დამთავრებული განათლება იქნება მთლიანად უფასო, კურნალობა, რეანიმაცია, ოპერაცია იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული, პენსიები და ხელფასები ღირსეული, უმუშევრობა მინიმუმამდე დაყვანილი. Какова ее экономическая и политическая составляющая? მეტეხის ხიდის გარდა ლეიბორისტების კანდიდატს დღეს სამოქმედო პროგრამაზე საუბარი რია ნოვოსტის ოფისშიც მოუხდა. აქვს თუ არა გამარჯვების იმედი, რას გააკეთებს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში და როგორ ხედავს რუსეთ-საქართველოს მომავალ ურთიერთობებს. ეს იყო კითხვები, რომლებიც ნათელაშვილმა დღეს რუსი ჟურნალისტებისგან მიიღო. მე ბავშვობაში ფეხბურთს რო თამაშობდით, სამი კუთხური ერთი პენალი იყო და მესამეჯერ თუ გახდათ კიდე დროებით შემსრულებელი იქნებ დავტოვოთ პრეზიდენტად და დავით გამყრელიძე დღეს ხუმრობის ხასიათზე იყო. ნინო ბურჯარაძესადმი მიძღვნილ ანეკდოტს პრეზიდენტობის კანდიდატი ქორთიარდ მერიოჩი ჟურნალისტებთან შეხვედრისას მოჰყვა. ანეკდოტამდე კი გამყრელიძე მედიის წარმომადგენლებს სამოქმედო პროგრამის დეტალები გააცნო. 7 ნოემბრის მოვლენებიც გაიხსენა და ჟურნალისტებთან თანამშრომლობის სურვილი ღიად დააფიქსირა. ძირეული ცვლილებები ძალოვან სტრუქტურებში, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა და ადამიანის უფლებების დაცვა. ეს გამყრელიძის სამოქმედო პროგრამის პრიორიტეტებია. მედიის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატმა გეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც გააცნო. გვხვდება კოდის კუდი კონსტიტუციური საფრთხეების დეპარტამენტი სოდი როგორ მოხდება აი ამ წნეხის მოხსნა ყველაფრისგან რა გარანტიებია მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ჩვენ ძირითადად ამაზე გვქონდა საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია რომ საზოგადოება იყოს ზუსტად ინფორმირებული მათი პროგრამების შესახებ ადრე ეს ასე არ იყო საქართველოს გადამრჩენელი პროგრამა საკუთარ გეგმას გია მაისაშვილმა დღეს სახელიც მოუძებნა. პროგრამის დეტალები პრეზიდენტობის კანდიდატმა მხატვრებს, კომპოზიტორებსა და მწერლებს კომპოზიტორთა კავშირში წარუდგინა. გამ ადამიანებს უნდა უთხრათ რა, როგორი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ და როგორ უნდა დავაბრუნოთ ისინი საზოგადოებას, რომ ჩვენ მათაობამ რა სიმდიდრეც მიიღო ამათგან. უმცროს მათაობაც იგივე სიმდიდრე მიიღოს. ჩვენ მზათა ვართ ყველა კანდიდატი, ასე ვთქვათ, თუ გთხოვენ მივიღოთ. წარმოადგენთ თავიანთი პროგრამა, თავიანთი ჩანაფიქრი. ლევან გაჩეჩილაძე სამოქმედო პროგრამის მზის სინათლეზე გამოტანას ორშაბათს აპირებს. მანამდე კი პრეზიდენტობის მსურველი ძირითადად ამომრჩევლებთან შეხვედრითაა დაკავებული. ერთიანი ეროვნული საბჭოს კანდიდატი დღეს ვაკის რაიონის ამომრჩევლებს ესაუბრა. თქვენ თავსაც, თქვენ მეზობლებსაც, დაუსვამთ იმ შეკითხვებს, რომ ჩვენ კი ვაძლევთ ლევანს ხმას, მაგრამ მოიგებს მიშა, ესეც გამორიცხული დამიჯერეთ რა. გამორიცხულია იმიტომ, რომ მიშა ვერ მოიგებს, მიშას უკვე წაგებული აქვს. კონკურენტებს დღეს არც ირინა სარიშვილი ჩამორჩა საკუთარი პროგრამის პრეზენტაციაზე იმედის პარტიის ლიდერი მოსახლეობას ნეიტრალური სახელმწიფოს ფორმირებას პირდება. პრიორიტეტული ბუნებრივი არის სოციალური სფერო. კაცი, რომელსაც შეა, რომელსაც სახში მშერი ბავშვი ელოდება, შეუძლებელია ამ ადამიანს დაუსვა შეკითხვა, გინდა თუ არა ნატოში, გინდა თუ არა დსთ-ში. საკუთარი გეგმების პოპულარიზაციისთვის პრეზიდენტობის კანდიდატები არჩევნებამდე დარჩენილი ყოველი დღის გამოყენებას გეგმავენ. ერთიანი ეროვნული საბჭო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისაგან განმარტებებს ითხოვს, რატომ სარგებლობს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი პრივილეგიებით, სამთავრობო ესკორტით, დაცვით და საპრეზიდენტო აპარტამენტებით. კითხვები დღეს რესპუბლიკელთა ლიდერმა თინა ხიდაშელმა დასვამან მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულა. თინა ხიდაშელის განცხადებით, სააკაშვილს უფლება არ აქვს ქალაქის მერიაში გამართოს შეხვედრა და მისცეს მინისტრებს განკარგულებები საახალწლო საჩუქრებთან დაკავშირებით. ეროვნულმა საბჭომ მედია საშუალებებში პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის დათმობ
განხორციელებული საეთერო დროის გრაფიკის გამოაქვეყნა ეროვნული საბჭო მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებულ მასალებს საერთაშორისო დამკვირვებლებთან გადააგზავნეს. მიხეილ სააკაშვილმა დატოვოს თავისი ოთახი სახელმწიფო კანცელარიაში, დატოვოს შავნაბადას რეზიდენცია, სადაც ის დღესდღეობით ატარებს თავისი არასამუშაო დროის დიდ ნაწილს. ჩამოერთვას მას საქართველოს პრეზიდენტის დაცვა და ესკორტი და დაენიშნოს, როგორც ამას ითვალისწინებს კავანის სახელმწიფო დაცვის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის თვის გათვალისწინებული დაცვა. მე მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ტელეკომპანია მზის მიმართ ჩვენი პატივისცემა, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ტელეკომპანია და აქ არის როგორც გითხარით ტელეკომპანიების მიხედვით დაყოფილი, სადაც თითქმის არასრულად, მაგრამ თითქმის თანაბარ რეჟიმში არიან წარმოდგენილი კანდიდატები. პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის მიერ საეთერო დროით სარგებლობის უპირატესობაზე საუბრობენ ახალი მემარჯვენეებიც. მამუკა კაციტაძის განცხადებით სააკაშვილი გაცილებით მეტ საეთერო დროს იკავებს ვიდრე სხვა კანდიდატები. უნდა ჩატარდეს სპეციალური გამოძიება, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატთა საეთერო დროით სარგებლობის პროპორციულობას გაარკვევს, აცხადებს ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი. რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ კანონს სერიოზული მსჯელობა მიდის მედია საშუალებების თანაბარ გამოყენებაზე წინასაარჩევნო კამპანიის დროს. გუშინ ეს შეხვედრა გადაიცა ყველა მედია საშუალებით პირდაპირ ეთერში სრულად, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში, ისე კერძო სატელევიზიო კომპანიებში, მათ შორის რეგიონალურშიც, ისეთი როგორიც არის აჭარა და უფრო მეტიც საღამოს ეთერებში ეს შეხვედრა გამეორებით იქნა სრულად ნაჩვენებელი. იგივე საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მათ შორის კერძო ტელეკომპანიებში. ეს არის სხვა არაფერი, თუ არა დარღვევა თანაბრობისა მედია საშუალებების გამოყენების პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ. მედიის თავისუფლებისა და ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობის აღდგენის მოთხოვნით დღეს კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. იმ შემთხვევაში, თუ 3 დღის ვადაში ტელეკომპანია იმედი არ განაახლებს მაუწყებლობას, თანასწორობის ინსტიტუტის წევრები მასობრივი საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებიან. აქციის მონაწილეებმა დღეს კანცელარიის შენობაში შეჭრაც სცადეს დაცვის პოლიციამ სიტუაციის განმუხტვა მოახერხა. დაუყოვნებლივ აღდგეს ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობა იმ სახით, რა სახითაც იყო. ის იყო თავისუფალი სიტყვის ტელეკომპანია, რომელიც აშუქებდა მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. თუ არ იქნება იმედი აღდგენილი, ჩვენ უყურებთ ულტიმატუმს ხელისუფლებას. 3 დღეში ჩვენ მათ პირდებით, რომ თბილისის ქუჩებში მოედობა ფართომასშტაბიანი ახალგაზრდული მოძრაობები, რომლებიც მოითხოვენ იმედის აღდგენას. ეს აქციები იქნება მწვავე რადიკალურად ჩაურებში, როგორც ჩვენ ვაკეთებდით ხოლმე, მაგრამ იქნება ასევე კანონის ფარგლებში და მშვიდობიანი. მაესტროს მაუწყებლობის დროებითი შეწყვეტა ტექნიკურ პრობლემებს უკავშირდება. დღეს სამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით საკაბელო ტელეს სადგურ გლობალ TV-სა და მაესტროს შორის ტექნიკურ საკითხზე უთანხმოება მაუწყებლობაში შეფერხება შექმნა. ეს პრობლემა ამ ეტაპზე არ უკავშირდებოდა მაესტროს ეთერში გასაშვებად გამზადებულ პოლიტიკური სახის გადაცემას. კომუნიკაციის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის თავმჯდომარის გიორგი არველაძის განმარტებით მაესტროს აქვს ლიცენზია გასართობი და შემეცნებითი ხასიათის გადაცემა მაუწყებლობაზე. თუ ახალი გადაცემა პოლიტიკური შინაარსის იქნება, ამას უკვე კანონი დაარეგულირებს, აცხადებს კომისიის თავმჯდომარე. რაც შეეხება გუშინდელ ინფორმაციას მაესტროსთან დაკავშირებით, კომისიას არანაირი ქმედება არ განუხორციელებია. ჩვენ ინფორმაციით ადგილი ჰქონდა ტექნიკურ დაზიანებას გლობალსა და მაესტროს, სტუდია მაესტროს შორის. ეს არის ორი კერძო სუბიექტი და ჩვენ კიდევ მათი რეგულირების არანაირი ბერკეტი არ გვაჩნია. 29 ნოემბერი მზერა 22 საათზე მთავარი თემა წინასაარჩევნო დარღვევები, რუსული არჩევნები და კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი რევას ჭიჭინაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. რევას საღამომშვიდობისა გისმენთ. საღამომშვიდობის საარჩევნო მarathon-ის ოპოზიცია პარიტეტის დაცვას ითხოვს. ამას გარდა ოპოზიცია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მათმა კანდიდატმა არ გაიმარჯვა არჩევნები, აუცილებლად გაყალბებული იქნება. უმრავლესობაში კი თვლიან, რომ ოპოზიცია უბრალოდ კონფრონტაციისათვის მორიგ საბაბს ეძებს. დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან თინა ხიდაშელი, მამუკა კაციტაძე, პავლე კუბლაშვილი და ლევან ბეჟაშვილი. საკუთარი კანდიდატურა დააყენა ირინა სარიშვილმა და მან დღეს პროგრამა წარუდგინა საზოგადოებას. სწორედ ირინა სარიშვილი იქნება მზერაში 22 საათზე მეორე ბლოკის სტუმარი. ასევე არჩევნები ახლოვდება რუსეთში. რუსამ მომრჩეველს სულ 2 დღე დარჩა იმისათვის, რომ გადაწყვიტოს, ვის მისცეს ხმა. მოსკოვიდან ნაციონალური სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორი სტანისლავ ბელკოვსკი იქნება ჩვენი სტუმარი. თბილისიდან კი კოტე გაბაშვილი, ასე რომ უყურეთ მზერას 22-ზე.
წარმატებებს გისურვებთ, უყურეთ მზერას 22 საათზე წინ ბევრი საინტერესო გელით. პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი მაღაროში 1200 მეტრის სიღრმეზე ჩავიდა დღის ამ და სხვა ახალი ამბებით მზერა ეთერში რეკლამის შემდეგ.